საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის რიგით მე-16 ხდომა გაიმართა. კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. საქართველოს რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენცია არის ორგანო, რომელშიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ უნივერსიტეტების რექტორები და არა მარტო რექტორები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, პროფესორები მუშაობთ საერთო საგანმანათლებლო პრობლემებზე, აკადემიურ საქმიანობაზე, სამეცნიერო კვლევებზე და მე მიხარია რომ დღეს უკვე არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტები, არამედ კერძო უნივერსიტეტების დიდი ნაწილით ეწევა სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ძალიან დიდი ინვესტიციებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოში და ჩვენ ქვეყანაში. რამე თუ ჩვენ დიდი ხანია მიერთებული ვართ ბოლონიის პროცესს და ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანების ასოციაციის წევრები, როგორც კონფერენცია, ასევე ვართ სხვადასხვა უნივერსიტეტები. ჩვენ ყოველდღიური შეხება და კონტაქტი გვაქვს ამ უნივერსიტეტებთან გაერთიანებას და არა მარტო გაერთიანებულ უნივერსიტეტებთან. ისინი არიან ჩვენი სტუმრები და ერთად ვიმსჯელებთ სამომავლო გზებზე. კონფერენციას ესწრებოდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეფ გარელი. მან ყურადღება რექტორთა მუდმივ მოქმედ კონფერენციასთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი ყოფნა საქართველოში. ჩამოვედით იმისათვის, რომ ვისაუბროთ ძირითად საგანმანათლებლო გამოწვევებზე, ძირითად სირთულეებზე და საერთოდ იმ სტრუქტურაზე, რომელიც საქართველოშია. ჩვენ ვიცით, რომ საერთო ღირებულებები გვაქვს და მივდივართ სწორ გზაზე იმისათვის, რომ განათლების სისტემა იყოს რეალურად ძალიან კარგი და სამაგალითო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, ასევე საქართველოში აკრედიტირებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხარისხის მიმართულებით რამდენიმე კონვენციის წევრი, შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტებმა განაგრძონ სვლა ევროპული სტანდარტებისკენ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ კოლაბორაციას და ძალიან გვინდა, რომ ეს მიმართულებები კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, სადაც რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის მონაწილეებმა საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებით პოზიციები და ხედვები დააფიქსირეს.